ადამიანის ხორცი შეჭამეს თავის გადასარჩენად. შენ თავს ფიცავარ, ეს ნამდვილი ამბავია. ეს ტრაგედია დატროვალდა 1972 წელს ანდების შუაგულში. თვითმფრინავი თოვლიან მთებში დაეთხლიშა. ბორტზე რაგბის გუნდი იყო. 45 ჯეჭკვივით კაცისგან მხოლოდ ნაწილი გადარჩა. ყინვა, შიმშილი, იზოლაცია და დედის ტყვანჩანი. დღეები გადიოდა ყინვაში, შიმშილში. არავინ დამხმარე არ ჩანდა. საკვებიც ამოიწურა და აი აქ იწყება გამხეცება. გაჭირვება მანახე და გაქცევას განახეფო. ცხონებული მეგობრები იყვნენ ერთადერთი საკვები და შანსი გადარჩენის. ისინი აჭრიდნენ ხორცს ხან გაყინულ გელას, ხან გაყინულ ვანოს და ჭამდნენ. 72 დღის მერე დაადგა საშველი ორმა კაცმა და გაუკვალავში წავიდნენ დახმარების მოსაყვანად და მათ ეს შეძლეს. ეს არის ანდების სასწაული და ადამიანური თვითგადარჩენის ყველაზე ექსტრემალა ისტორია. თფუ ჯვარი გწერია, მაგრამ მითხარი, სიცოცხლისთვის შეჭამდი მეგობარი გელას ხორცს? მპუ, კათ.